კაცი, რომელიც უყვარდა ზღვას. მან ზღვაზე გზები გაჭრა, რათა ხომალდებს ნაპირი ეპოვნათ. ხოლო ხმელეთზე ხიდი ააგო, რათა ადამიანებს ერთმანეთი არ დაეკარგათ. გიორგი უნაფქოშვილი ნამდვილად გამორჩეული ფიგურაა ქართული ნაოსნობის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საზღვაო ქვეყანაა, ასეთი პიროვნებების ღვაწლი ხშირად ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. კაპიტან უნაფქოშვილის მთავარი კაპიტალი მის მიერ აღზრდილი მომავალი თაობაა, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან საქართველოს სანაოსნო სფეროში. გააგრძელებენ მის ტრადიციებს, რადგან ნაოსნობა მარტო თეორია არ არის. ეს არის გამოცდილება, რომელიც უფროსი თაობიდან უმცროს გადაეცემა. მისი ანდერძი ქართული სანაოსნოს მუზეუმის შექმნა სცილდება უბრალოდ კოლექციონირებას. ეს არის ცდელობა, რომ შენარჩუნდეს საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის იდენტობა. ექსპონატების მეშვეობით მომავალ თაობას გაუჩნდეს ინტერესი და პატივისცემა ამ რთული პროფესიის მიმართ. არ დაიკარგოს ისტორიული მეხსიერება. კახელი კაპიტნის ფენომენი თავისთავად საინტერესოა. ეს ხაზს უსვავს იმას, რომ ზღვის სიყვარული და საზღვაო საქმისადმი ერთგულება მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებდა ადამიანებს. გიორგი უნაფქოშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც საქართველოში საფუძველი ჩაუყარა საზღვაო საინჟინრო აზროვნებას, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის როგორც სატრანზიტო დერეფნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბატონი გიორგი იყო დიდი სულის ადამიანი, რომელსაც ზღვასავით შეეძლო აბობოქრება, მაგრამ მისი გული სიკეთეს არ მქონდა. ამბობენ ზღვა ამაყია და ყველას არ ეპოებაო, მაგრამ გიორგი უნაფქოშვილისთვის ის მორჩილი იყო. არა იმიტომ, რომ კაპიტანი მას წკუნავდა, არამედ იმიტომ, რომ მას ზღვის ენა ესმოდა. ის იყო კაცი, რომელმაც კახური მიწის სიმტკიცე და ზღვის უსაზღვროება ერთმანეთში ახამა. როდესაც ის გემის ხიდურაზე იდგა, ზღვა ხედავდა არა უბრალოდ ნავიგატორს, არამედ მის ერთგულ რაინდს. სწორედ ამიტომ მას ზღვის ლომი უწოდეს. ზღვა მას ენდო, თავისი საიდუმლოებები გაანდო. აკვატორიის სიღრმეები, ტალღების რიტმი და ის უხილავი ბილიკები, რომლებითაც მან არაერთი ხომალდი და ახალგაზრდა ნეზღვაური მშვიდობიან ნავსაყუდამდე მიიყვანა. კი, აი როგორ იყო, იცით, ოცნება, თითქმის ანდერძად დამეტოვა რა, პაპაჩემო, რომ თვითონ ქონდა ხე გადებული. და ერთხელ ძალუა ჩემი ჩავარდა, ხეზე ყველა ხო ვერ გაივლის, მორზია რა, პატარა წვრილი მორი იყო. მე კი ეგეთ რაღაცას ახალგაზრდა ვიყავი და თან ხო გითხარით, გამოცდილება მქონდა ყველანაირი, მაგრამ ქალები ვერ. ხო და აიო თუ მერეო ხიდს თუ გააკეთებ, კარგი იქნებაო და ეხლა როგორ იყო, იცი ეგ ხიდი რო გავაკეთებ, მე უფრო დიდი მინდოდა ზევიდან, მაგრამ რო დაიშალა ეს იმპერია საბჭოთა, მაშინ იყო საშუალებები ყველაფერი იაფად ადვილად რაღაცას ნახავდი და ხო და მე ეგეც საკმაოდ გამიჭირდა მაგ ხიდის გაკეთება, მთელი ის დამჭირდა რა, რო იტყვიან პროცედურები, ტალები, ჩამოშვა, თოკე, ბაგირები და ნუ იმის ის ანდერძი ავასურვი და ჩემიც აგემ მშვენივრად გავდივართ, გამოვდივართ ყველას მოსწონს ეგ პატარა ხიდი. ეს არ იყო უბრალოდ ქვისა და რკინის კონსტრუქციის აგების თხოვნა. ეს იყო დავალება. გადაელახა უფსკრული, შეერთებინა დაცილებული ნაპირები და გაეკაფა გზა იქ, სადაც მანამდე მხოლოდ გაუვალი სივრცე იდგა. კაპიტანმა, რომელმაც მთელი თავისი უზარმაზარი ხომალდები მშვიდობიანად ატარა,
იცოდა, რომ ხიდი ყველაზე დიდი სიმბოლოა ერთობისა. როდესაც დადგა დრო, გიორგი უნაფქოშვილმა თავისი საზღვაო სიმტკიცე ხმელეთზე გადმოიტანა. მან თითოეული საყრდენი ისეთივე სიზუსტით აღმართა, როგორც გემს მართავდა შტორმის დროს. ხიდი, რომელიც მან ააგო, არ იყო მხოლოდ საინჟინრო ნაგებობა. ეს იყო პაპის სურვილის ხორცშესხმა, ოჯახური ერთგულების ძეგლი და სიყვარულის არტერია, რომელმაც ხეობა სამყაროსთან დააკავშირა. გელა უნაფქოშვილი იყო ის კაცი, რომელიც დააკლდა სოფელს და არა მარტო სოფელს, მთელს რაიონს და საქართველოსაც. ცხოვრების დაახლოებით 70% ალბათ ზღვაში გაატარა და გელამ ცხოვრების ზღვაშიც კარგად გაცურა, არა მარტო იმ მატერიალურ ზღვაში, არამედ ცხოვრება ზღვაში, იმიტომ რომ კაცური კაცი იყო. ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელსაც შემდგომში თავიწლება დატოვეს, ლექსი მიმიზღნია და ერთ-ერთი გელასაც მიუძღვენი ლექსი, რომლის ერთ კუპლეტსაც აგიკითხავთ. სულის დარით ზეცაც უნდა მოკრიალდეს, შენს სევდას კი ერთი ღრუბლის ყოფნით ჩრდილი, გემს იურვებს პაწაწინა სოფლის შვილი და აოცებს უზარმაზარ ოკეანეს და მართლა გელა იყო ის კაცი, რომელიც იმხელა ოკეანეს აოცებდა, დაიპყრო ოკეანე, დაიპყრო ადამიანების გულები და ძალიან გული მწყდება, რომ ადრე წავიდა ჩვენგან, გული მწყდება ყველას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს და მისი სული გაიგებს, ბედნიერი რომ უფრო ბედნიერი რო იქნება ჩვენი საქართველო. საქართველოს უსურებ ბედნიერებას და საქართველოს უსურებ, რომ გელასნაირი კაი ხმები ყოველთვის ყოფილიყვნენ საქართველოში. უამრავი მოსაგონელი და სალაპარაკოა თემაზე, რომელიც უკავშირდება საერთოდ უახლეს ქართულ საზღვაოსნო ისტორიას და მსგავსი არსებობს. უამრავი თვალსაჩინო ქართველი ზღვაოსნის სახელი ამშვენებს და მათი ნამოღვაწარი გულისხმობ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შორეული ნაოსნობის კაპიტანებს, ისეთებს, როგორც იყვნენ თქვათ, ანატოლი კაჭარავა, ყველასთვის ცნობილი, სერგი დონდუა, რასიმ ბერიძე, ელიზბარ გოგიტიძე და კიდევ მრავალი სხვა. ეს იყო ესეთი თაობა გამობრძმედილი, რომ იტყვიან ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში წასული კაცების ზღვაში, რომლებმაც გაიარეს ომები და 1000 უბედურება, ანტარქტიდა, პოლარული წრე, დიდი გამოცდილების მქონე ზღვაოსნები და აი სწორედ ამ თაობის გამოცდილებაზე და მათ ნამოღვაწარზე მოვიდა უკვე ახალი თაობა ქართველ ზღვაოსანთა და პირველ რიგში გავმეორდები შორეული ნაოსნობის კაპიტანთა, რომელიც ერთ-ერთი ესეთი წარმომადგენელი უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში და ბოლოს და უკვე ჩვენ თანამედროვე ეპოქაში, უკვე 90-იან წლებში დააკეთ, გახლდათ მაინც გელად ვახსენებ, გელა, გიორგი უნაფქოშვილი, პიროვნება, რომელმაც რომ იტყვიან ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე დასვა თავისი თავი ქართულ და არა მარტო საზღვაოსნო ისტორიაში, თავისი განვლილი ცხოვრებით და მთელი არსებით ზღვაში მყოფი და მთელი არსებით ზღვისკენ მყოფი, როგორც ის აპირებდა და ერქმია თავისი მოგონებების სიგნისთვის, რომელიც სამწუხაროდ მან ვერ მოასწრო, რომ გამოეცა, თუმცა დარჩა და იმედია ეს საქმე მივა ბოლომდე. გიორგი უნაფქოშვილის პიროვნება იმ თავითვე იქცა ერთგვარ თვალსაჩინოებად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ძირითადად საზღვაო პროფესიებს ეუფლებოდნენ ზღვისპირა ქალაქებსა თუ ადგილებში დაბადებული ახალგაზრდები და უცნაური იყო მისი გამოჩენა კახეთიდან, პატარძეულიდან, ზღვიდან რამოდენიმე ასეული კილომეტრით მოშორებული პატარძეულიდან უმშვენიერესი და ულამაზესი გარეკახური სოფლიდან გიორგი უნაფქოშვილი, გელა უნაფქოშვილი ბათუმის იმდროინდელ ეგრეთ წოდებულ მარეხოთკაში საზღვაო სასწავლებელს გულისხმობ დღევანდელ სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, რომლის წინამორბედი იყო ეს აკადემია, მისი გამოჩენა
სწავლის და ასე ვთქვათ ამ კურსის გავლა და შემდგომ უკვე მისი მოღვაწეობა იმთავითვე გამოჩნდა როგორც კახელი კაცი, რომელმაც თავის პროფესიად მეზღვაურობა აირჩია და მე მოხდა ისე, რომ მან წარჩინებით დაასრულა ეს სასწავლებელი და წარჩინებულს ჰქონდა უფლება აერჩია, სად გაეგრძელებინა, სად დაეწყო ზღვაში შრომით საქმიანობა და მან ირჩია იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი სანაოსნო კომპანია იყო ესეთი ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნო და ამ სანაოსნოს საუკეთესო გემებზე მოუწია გელაუნაფქოშვილს. მან დაიწყო მატროსობიდან, ანუ ის იყო რიგითი მატროსი, შემდეგ გაიარა ყველა ეტაპი შტურმანობის, საზღვაო შტურმანის, იყო მეოთხე თანაშემწე კაპიტნის, მესამე თანაშემწე, მეორე თანაშემწე და აი მეორე თანაშემწის რანგში იგი უკვე გადმოდის ბათუმში ახლად დაარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოში. ჩვენ წილად ხვდა ბედნიერება, რომ ბათუმში არსებობდა ასეთი კომპანია, ქართული საზღვაო სანაოსნო გემთფლობელი კომპანია, რომელიც სამწუხაროდ დღეს აღარ არის და გიორგი ნაფქოშვილი ამ სანაოსნოში გადმოვიდა უკვე როგორც საკმარისი გამოცდილების მქონე საზღვაო შტურმანი და ერთ-ერთ საუკეთესო გემზე დაინიშნა კაპიტნის მეორე თანაშემწედ და იმ ერთ გემს მოყვა მეორე, მეორეს მოყვა მესამე, ჯერ მარტო ამ გემების სახელების ჩამოთვლა მხატვარი გაბაშვილი, ნიკო ნიკოლადი, ერთ სიტყვით თვითონ გემების დასახელებას ბევრზე ლაპარაკობს და რა თქმა უნდა გელა თავისი დამოკიდებულებით საქმისადმი, თავისი გამოცდილებით, საერთოდ ის იყო ისეთი პიროვნება, რომ ზედმიწევნით უნდა ეკეთებინა ყველაფერი და ამას ემატებოდა მისი პიროვნული თვისებები, ან პროფესიულ მის ერთგვარ სრულყოფილებასთან ერთად ის იყო საოცარი პიროვნება, კაცი და რა თქმა უნდა ის პირველ რიგში იყო ქართველი, კახელი კაცი, ზღვაში წასული კაცი და ამან ბევრი საინტერესო ამბავი შეახვედრა მას თვითონ მინდა გავიხსენო ესეთი ისტორია გემზე შეუსყიდიათ პროდუქტები და მათ შორის ერთ-ერთ უცხოურ პორტში და მათ შორის 400 კილოგრამი ყურძენი და ეს ვისაც ბარდებოდა ეს ყურძენი გაოგნებული იყო კაცო რატო აიღო კაპიტანმა რატო ვიყიდეთ ამდენი ყურძენი 400 კილო ყურძენია გელა ეგ ყურძენიო 400 კილო არავის არ უთხრაო და დამაწერე მე დამაწერეო ეს ყურძენი ავიღეო ამას თვითონ ყვება მე ეს ყურძენი ავიღეო ვახტისგან თავისუფალ დროს ისე რომ არავინ არ იცოდაო იქ სათანადო ადგილი ვნახეო ამბულატორია იყო გავაწკრიალე ყველაფერიო და იქ დავწურე ოკეანეში ეს ყურძენიო ორ დღეში ისეთი სუნი დადგა გემზეო ამ მაჭრის სუნი დადგაო კაპიტანმა დამიძახაო შენს მეტი ამის გამკეთებელი არავინ არ იქნებოდა აქო და იქო ღვინო დავაყენეთო ამ ატლანტის ოკეანეშიო და რომ დაუბრუნდი ბათუმშიო გამომიძახესო ხელმძღვანელობამ სანაოსნოსი მაშინ ესეთი დრო იყო რომ იქ დამბეზღებლების მთელი კოხორტა იყო ყველგან გარშემო და ნუ ვიღაცამ როგორც ჩანს სანაოსნოს უფროსი ცხონებული ჯემალ ჭიღვარია იყო ისიც საოცარი პიროვნება დიდი ქართველი და ბიჭო მეო შენო იქო შტურმანად გაგიშვიო საზღვაო თუ მეღვინეთო იქო ღვინოზე წურავ და აღარ გაიმეორო ესეთი რამე და მე მოხდა ისე რომ რამოდენიმე წლის მერე ბიჭებმა გოჭები მოიყვანესო ფოთშიო მივდიოდი დიდ რეისშიო სადღაც ამერიკის კონტინენტისკენ და ჩვენს ღორებ გოჭები კაცო ბატონო გელაო ბატონო კაპიტანო წავიყვანოთო გოჭებიო გაიზდებიანო საჭმელი სასმელი გვააქო გემზეო მათვისო ყველაფერი და ავიღეთ ნებართვებიო იქ კარანტინი სანიტარული რაღაცები და გავიყვანეთ ეს გოჭები იქცნენ ღორებათო გემზეო და იქ ქონდა ერთი ამბავიო საახალწლო და საშობაოთო და რო დავბრუნდი კიდე დამაბეზღესო და კიდე გამომიძახა იმ ხელმძღვანელმა ჭკიმარო მაშინ რომ ეხლა მეცხოველეობის ფერმა გამიხსენიო გემზეო იქო და როდესაც დაანებო ამას თავი ჩემი მასთან პირველი შეხვედრაც უცნაური იყო ესე იგი მე რა თქმა უნდა მე მაშინ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიწევდა სხვა გემებზე დავყვებოდი შემოქმედებითი მივლინებებით ქართულ მეზღვაურებს სხვა გემებზე და სულ მქონდა სურვილი რომ მოხვედრილიყავი გელაუნაფქოშვილის გემზე ის უკვე კაპიტანია ამ დროს და უკვე რო იტყვიან გუგუნებს მისი სახელი და მოხდა ისე რომ ეს ჩემი თხოვნა სანაოსნოს ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა და სხვა გემზე ვიყავი და მისი გემი გელას გემი მოდიოდა აფრიკიდან ჩვენ მივდიოდით გიბრალტარის მიმართულებით და მიიღეს დავალება ამ ორივე გემის კაპიტანმა რომ შევხვედროდით ერთმანეთს რომ მოეხდინათ ჩემი და ჩემი ოპერატორის გადასმა გელას გემზე ალჟირის სანაპიროსთან სადღაც ეს ორი გემი შეხვდა ერთმანეთს ერთი სული მაგ გელასთან ავდივარ დავემშვიდობე ამ გემის ეკიპაჟს და პატარა მოტორიანი ნავით გადავედით მივადექით გელას გემს და აღმოჩნდა რომ ორი დღით ადრე გელა კანარის კუნძულებზე შვებულებაში ჩასულა და
წამოსულა დაბრუნებულა სახში, შემჭა ხელში ცხონებული ვახტანგ თავბერიძეს სიზით საოცარი პიროვნება აც გარდაცვლილი კაპიტანი და სამწუხაროდ მაშინ არ მომიწია გელას გაცნობა. გელას გაცნობა მოხდა უკვე თბილისში. გახდა და ეს ჩვენი ნაცნობობა და ეს მთელი ეს იმდენად მან ჩემ შესახებ იცოდა, მე მის შესახებ უამრავი რამ ვიცოდი და აი ეს იქცა უკვე საფუძვლად იმის რომ ჩვენ გვეფიქრა მის შესახებ კინოპორტრეტის შექმნის თაობაზე და ჩვენ ეს განვახორციელეთ, გავაკეთეთ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი პორტრეტი გიორგი ონაფქოშუზე, რომელსაც მაქსიმალურად ვცადეთ აგვესახა ეს ყველაფერი, რაზედაც ეხლა ვცდილობ რომ მოვასწრო, მაგრამ ეს იმდენად ბევრია მოსაყოლე. ხა ამას მოყვა გელას ზღვაში მოღვაწეობას ის რომ ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა, დაიწყო გაყიდვის პროცესი ამ ჩვენი გემების. ქართველი მეზღვაურები დარჩნენ დაუსაქმებლები, დაიწყო ურთიერთობების აწყობა უცხოურ სადაოსნო კომპანიებთან, ჩვენი ქართველი მეზღვაურები დასაქმებული იყვნენ თავდაპირველად ბერძნულ და თურქულ გემებზე. ამას მოყვა უფრო ავტორიტეტული საზღვაო კომპანიებთან თანამშრომლობა და ერთ-ერთი ასეთი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სანაოსნო კომპანია კოლუმბია შიპ მენეჯმენტი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ქართველი მეზღვაურების დღესდღეობითაც და 25 წლოვანი ისტორია აქვს საქართველოში მოღვაწეობა და გელა იქცა ამ კომპანიის სახეთ. ესე იგი, კომპანია თვითონ არის გერმანული, ჰამბურგშია მის სათაო ოფისი, მაგრამ გელა ამას მოყვა გელას მოღვაწეობა საჯარო სამსახურში ნაპირზე ყოფნისას. ერთხანს იყო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე საზღვაო საკითხებს კურირებდა, მუშაობდა და მოღვაწეობდა როგორც ექსპერტი, სუპერინტენდანტი, ტექნიკური დირექტორი გლაზგოში, კურირებდა ამ ჩვენ გადარჩენილ გემებს, რომელთა გადაცემა ხდებოდა სხვა გემთმშობელ კომპანიებში, მათი ტექნიკური მენეჯმენტი, მათი მართვა, მათი ოპერირება. აი ესეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებს მართავდა და დიდი წვლილი აქვს მიღებული მას, რომ რაღაც ეტაპზე მოხერხდა შენარჩუნება ქართული გემების, რომ არ გაიყიდა და ბოლომდე გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ზღვაში იყო და მიდიოდა წელიწადში 2 კონტრაქტს აკეთებდა 4 თვე, 5 თვე მას ზღვის გარეშე არ შეეძლო. ეს იყო პიროვნება, რომელიც არ ვიცი ხარ ჩემზე უკეთესად ამას ალბათ პატარძეულელები იტყვიან, მაგრამ ისეთ რაღაცებია გაკეთებული ღმერთი რა თქმა უნდა, ნიშა და ღმერთი, რა თქმა უნდა, მის ჩამოსვლას ელოდებოდა ყველა ზღვით ჩამოსვლას არა, ზღვიდან ბრუნდებიან. მის ზღვიდან დაბრუნებას ნაპირზე, როდესაც ის ჩამოდიოდა, ყველა გახარებული იყო, ყველას უხაროდა დიდი ამ პატარაიანად, გელას ჩამოსვლა მოვლენად იქცეოდა და სამწუხაროდ ასეთივე მოვლენად იქცა მისი გარდაცვალებაც მოულოდნელი, იმიტომ რომ ახლა უამრავი ღვაწმოსილი და დიდებული ადამიანი მიდის ჩვენგან და ყველა რა თქმა უნდა გულისკევილით ვაცილებთ ყველას, მაგრამ აი თავის დაუნებურად გელას დაკრძალვა იქცა მოვლენად იქცა და მანგული და ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია გავაკეთებინა მე არ შემიძლია არ აღნიშნო ჩვენ დაუკავშირდით ბათუმის სპორტის ხელმძღვანელობას მაშინ და ვთხოვეთ რომ მიუხედავად ყველაფრისა რომ იქ არ ვიყო ბათუმის ნავსადგურში მდგარი ყველა გემმა პატარა მცირე წყალწვის ბუქსირებიდან და პორტოფლოტის გემებიდან დაწყებული უშველებელი ტანკერებითა და მშრალტვირთზე და გემებით რომლებიც პორტში იმყოფებოდნენ ან რეიდზე გუგუნით აღნიშნეს გელას გარდაცვალება მის გამოსვენების ჟამს გუგუნებდა ბათუმის ნავსადგურის აკვატორია და ასე გუგუნით დაგვემშვიდობა გიორგი გელა უნაფქოშვილი რომელიც რა თქმა უნდა მე მიჭირს ძალიან მეც მიჭირს რა თქმა უნდა მის ახლობლებს ყველას მაგრამ მე სულ მგონია რომ ის დამერეკავს ჩვენ შევხვდებით ზღვა გემი მას ჰქონდა გეგმები ერთი კერძო ქართული აგენტობელი კომპანია ფუნქციონირებს საქართველოში საბედნიეროდ მათ მოახერხეს 2 გემის შეძენა რომლებიც ასე ვთქვათ მოღვაწეობენ და მათ გელა როგორც ავტორიტეტული პიროვნება ბოლოს ხანს გელასთან გააფორმეს ხელშეკრულება და გელა დანიშნეს დირექტორად ამ კომპანიის მმართველად და იქონდა დიდი გეგმები იყო გეგმები ახალი გემების შეძენის რომელსაც ოპერირებას გელა გაუწევდა როგორც დიდი ხო, რაც შეეხება ჯონ მალხას შალიკაშვილს და არა მარტო მას, ესე იგი ბუნებრივია მისი ეს საქმიანობა მასთან რა ქვია, საზღვაო საქმიანობა და ძირითადად ყოფნა საზღვარგარეთ, ბუნებრივია უამრავ საინტერესო და დიდ ადამიანთან ქონია შეხვედრა მას, ჯონ მალხას შალიკაშვილთან, ზალდასტანიშვილთან, აქაც, იქაც და
ეს განპირობებული იყო იმით, რომ ის თავად იყო საინტერესო პიროვნება. ის შესანიშნავად ფლობდა რამოდენიმე ენას. მიუხედავად აი უცნაურია, ხო? ეს თავისი იერით, თავისი აი ყველაფრით და მე ეხლა იმიტომ ვამბობ მე რომ მოსაყველი უამრავია. არ შეიძლება ეხლა ჩვენ არ ვთქვათ ისეთი რამ, რაც არავის არ გაუკეთებია ზღვისპირა ქალაქებშიც კი. გიორგი უნაფქოშვილი წლების განმავლობაში აგროვებდა საზღვაო ნივთებს, ექსპონატებს დაწყებული ნიჟარებიდან დამთავრებული საზღვაო სატაკელაჟო და სანავიგაციო საშტურმანო მოწყობილობები და პატარ ძეულში საკუთარი სახლის მეორე სართულზე მოაწყდა საკუთარი ასე ვთქვათ დიზაინერული რაღაც გათვლებითა თუ გემოვნების მიხედვით მოაწყო საზღვაო მუზეუმი რომელსაც ისეთივე რაოდენობის მნახველი ყავს პატარძეულში, როგორც ალბათ ბევრი სასიკადულო ადამიანის სახმუზეუმს სამწუხაროდ გეგმაში გქონდა რომ ეს მუზეუმიც გარკვეულ რეესტრში ყოფილიყო, ესეც ვერ მოვასწარით, იმიტომ რომ იქ ისე სრულყოფილად არის ყველაფერი და ჩვენ ზღვისპირა ქვეყანა ვართ და ეხლა ამაზე ხშირად ყოფილა ლაპარაკი, რატო არ არის მსგავსი ტიპის მუზეუმი ბათუმში, თქვათ ფოთში და არის გეგმაში, იგეგმება რაღაც გარკვეული გეგმები ამაში მონაწილეობის ჩვენს გვაქვს, მაგრამ აი ეს თავისუფლი სრულყოფილად ეს არ არის რაღაც სამოყვარულო რაღაც. ეს არის სერიოზული საშტურმანო, სანავიგაციო და საზღვაო აი ამ მთელი ექსპონატები, რომლებიც წლების მანძილზე აქვს ნაგროვები, ესე იგი ამის მოყოლა წარმოუდგენელია, იმიტომ ეს უნდა ნახო, რა თქმა უნდა, ეს უნდა ნახო და ნახულობენ დადიან, ვინც ეს იცის ახლა ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ თემის ასე ვთქვათ გაშლას და მიტანას, მაგრამ ვინც ჩადის და ვინც იცის ეს მუზეუმი დარჩა, ასე ვთქვათ, დარჩა ვერ მივიდა სრულყოფილებამდე, რომ ის გარკვეულ ასეთ ლოკაციად დაფიქსირებულიყო მუნიციპალიტეტის ფარგლებში, რომ ნახოს შეიძლებოდა ვთქვათ, ვინც არის ამ ტურისტული ასე ვთქვათ, მიმოსვლით დაინტერესებული, ყოფილიყო ერთ-ერთ ლოკაციად ამ ამბავში. ასე რომ ხო გეუბნებით, ესე იგი კაცი, რომელიც მუდმივად ფიქრობდა სიკეთის კეთებაზე. სიკეთის კეთებაზე შეეძლო წასულიყო ტყეში და მარტო ეკეთებინა სიკეთე. შეეძლო დამჯდარიყო და 200 კაცში იყო ლიდერი. იყო საოცარი ბუხუნა, თბილი, ის და რას მთავარია უშველებელი გამოცდილება. ეხლა პატარა საქმე არ არის, ნახევარ საუკუნეზე მეტი ზღვაში ამხელა გადასვლები. ამხელა გადასვლები, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ 40 დღე რო ხარ გაში ზღვაში გადასვლა ქვია ერთი ნავსადგურიდან მეორე ნავსადგურში რომ მიდიხარ და იქ რამდენი ესეთი ამ 50 წლის მანძილზე რამდენი გემი გამოიცვალა. ახლა ჯერ მარტო გემების სახელების ჩამოთვლას რომ მოვყვეთ, რა გემებზეა ბოლო წლებში განსაკუთრებით ნამყოფი 150,000 ტონიან გემებზე რო ხარ. 150,000 ტონა წყალწვის დედვეიტის მქონე ასე ვთქვათ, თხევადი ტვირთის გადამტან ტანკერებზე და ეს ყველაფერი დაფასებული იყო იმ გერმანული კომპანიიდან. მე საგანგებოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ გიორგი უნაფქოშვილი იყო გერმანული სანაოსნო კომპანია კოლუმბია შიპ მენეჯმენტის ერთ-ერთი სახე. თავის ავტორიტეტით, თავის პიროვნული თვისებებით, თავის კაცობით და ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო უფროსო მეგობარო, ჩემო ბატონო გელა გიორგი უნაფქოშვილი.
ეს იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის, ოჯახის წევრებისთვის, ჩემთვის პირადად, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. დღე არ გასულა, რომ მისი მოგონებით არ გვეცოცხლა და არ გვეცხოვრა, მაგრამ რა მოხდა, ვერაფერი ვერ უშველეთ. ეს იყო ტყუილი დარდი და ტყუილი წამება. სიცოცხლე გრძელდება. ასე რომ ერთ დონეზე ვერ გავჩერდებით ნამდვილად. თვითონ გელაც ამის წინააღმდეგი იქნებოდა, რომ ჩვენ ასეთ პესიმისტურ განწყობილებაზე დავენახეთ. არ მოგვიწონებდა ამას ნამდვილად. ეს ერთი წელი იყო ჩვენი თვითგამორკვევის წელი. ვცდილობდით, რომ მისი სახელი, მისი ღირსება გადმოგვეცა სხვანაირად. ვეცადეთ მთელმა ოჯახმა, რომ მისთვის სამუდამო განსასვენებელი გაგვეკეთებინა ისეთი, რომ საიქაო ცხოვრებაც გაგველამაზებინა მისთვის. ალბათ ის ზეციური საქართველოდან გვიყურებს და ფიქრობს ჩვენზე, მხარში გვიდგას. ძალიან ხშირად, ეხლა არ მინდა რომ თქვა სიზმარი და რაღაც, მაგრამ ერთხელ გამოგვეცხადა თითქმის, თითქოს სიზმარიც არ იყო, ეს იყო რეალური, რომ განა გარდავიცვალეო, მე ყოველთვის თქვენთან ვარო, სიკვდილი არაფერი არ არისო, მე თქვენ შორის ვარო და აი ასეთი რაღაცები გვიმაგრებს ჩვენ სულსაც, გულსაც, ჩვენ ყოფიერებასაც. გელამ ისეთი ცხოვრება დაგვიტოვა და ისეთი გზა გაიკვლია, რომ მისით უნდა ვიამაყოთ, არა მარტო ოჯახის წევრებმა, მისით ამაყობს ძალიან ბევრი ხალხი. მის გაკვალულ გზაზე დღეს მუშაობს 12,000 ქართველი მეზღვაური. ესე იგი პირველი იყო გელა, რომელმაც უცხოეთში გაიყვანა ჩვენი ფლოტი. როდესაც არ იცოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სად წასულიყო ფლოტი, სად ემუშავა ამ ფლოტს მის მეზღვაურებს, რომელსაც მილიონობით დავალიანება ჰქონდა უკვე ფლოტს და ვერ უხდიდნენ მეზღვაურების ხელფას და ერთადერთი ნათელი წერტილი იმ პერიოდში გამოჩნდა გელა, რომელმაც ურჩია ჩვენ მთავრობას. იმ პერიოდში იყო ბატონი ედუარდ შევარდნაძე, მინისტრი, ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ბადეიშვილი და ურჩიათ, რომ ერთადერთი ჩვენი ფლოტის გადარჩენის გზა არის, რომ ჩვენ გერმანულ ოფისში გადავიყვანოთ, რომელიც დაფუძნებული არის კუნძულ კვიპროსზეო და ჩვენი 58 გემი გადაიყვანეს კუნძულ კვიპროსზე. ამის შემდეგ მოხდა გემების სელექცია, ძველი გემები გაიყიდა, მეზღვაურებს დაურიგეს თავიანთი კუთვნილი ხელფასები და დაიწყო კიდევ ახალი გემების მშენებლობა. ამ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და დღეს რომ ქართველ მეზღვაურებს დიპლომები შეუნარჩუნდა, ესე იგი მსოფლიო ბაზარზე ხდებოდა ქართველი მეზღვაურების დიპლომების გაშავება. ამაზეც ძალიან დიდი წვლილი შეასრულა გიორგიმ, რომ ჩვენი მეზღვაურების დიპლომები არ ანულირებულიყო მსოფლიო ბაზარზე და ახლა 12,000 ქართველი მეზღვაური მუშაობს წარმატებით მსოფლიოს სხვადასხვა გემებზე და შემოსავალი ყველაფერი შემოდის საქართველოში. ამ მეზღვაურებს შორის კიდევ არის ჩემი ორი შვილიშვილი, ერთი პაპის მოსახელე გიორგი უნაფქოშვილი, მეორე ჰენრი მჭედლიშვილი. ამ წუთას გიორგი კაპიტნის მეორე თანაშემწი არის და შვებულებით იმყოფება, სულ 5 დღეა რაც ჩამოვიდა და სამშობლოში იმყოფება და რაც შეეხება ჰენრის, ჰენრი გემზე არის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნიგერიაში იყვნენ და ეხლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არის. ნუ რა დაგვრჩენია ჩვენ ოჯახს, ესე იგი მისი ხსოვნა არ დავივიწყოთ, მყარად დავდგეთ ფეხზე, თუ იმდენს ვერ შევძლებთ, რაც მან გაგვიკეთა, ოჯახში ეს ტემპი მაინც არ დავაგდოთ და მის მოსაგონებლად უნდა ისე ვიცოცხლოთ და ვიცხოვროთ, რომ მისი სახელი უკვდავყოთ. და აი თქვენ რა სიტყოდით? აი ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ საქართველოში
მსგავსი მუზეუმი არ არსებობს. კი, რა თქმა უნდა, საქართველოში მსგავსი მუზეუმი არ არსებობს. ეს წლობით ვაგროვებდით, როდესაც ჩავდიოდი მე გემზე, რომ მეუღლე შევხვედროდი, სხვები თუ მაღაზიებში დადიოდნენ, ცდილობდა ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ თვალხილულად ამ ექსპონატებს მიწყობდა და ისე მომქონდა. ნახევარზე მეტი ჩემი ხელით არის ჩამოტანილი. რა თქმა უნდა, დიდი შრომა, დიდი წვალება არის ჩადებული და ჩვენ ამას არ დავკარგავთ. მით უმეტეს აგერ ორი შვილი მის გზას გაჰყვა და იმედია ჩვენ დავარეგისტრირებთ ამ მუზეუმს. ნუ ჩვენ ეს ერთი წელი ქონდა, ძალიან მძიმე წელი, გლოვის წელი და ამის შემდეგ ჩვენ შევდგებით ამ როგორ ვთქვათ ანდერძის კი ამ ანდერძის შესრულებას შევდგებით. დღეს კაპიტნის დაწყებულ საქმეს მისი შვილიშვილები ჰენრი და გიორგი აგრძელებენ. ისინი ფხიზლად დარაჯობენ პაპის დანატოვარ ისტორიებს, ექსპონატებსა და იმ დიდ ოცნებას, რომელსაც ქართული საზღვაო მუზეუმი ჰქვია. გიორგი უნაფქოშვილი იყო კაცი, რომელსაც ზღვა უყვარდა და ეს სიყვარული დღესაც ცოცხლობს იმ ხიდზე, იმ მუზეუმში და იმ ტალღებში, რომლებიც საქართველოს ნაპირებს ეალერსებიან. გიორგი გელა უნაფქოშვილის სახელობის საზღვაო სახლ-მუზეუმი სოფელ პატარძეულში გაიხსნა მისი გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე. სოფელი პატარძეული ყოველთვის იყო მისი სანუკვარი ადგილი. სოფელ პატარძეულში ძალიან ბევრი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის ძეგლია, მაგრამ საზღვაო სახლ-მუზეუმი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იპყრობს, რადგან აქ თავმოყრილია უამრავი ნივთი, რომლებიც ყვებიან ნავიგაციის ისტორიას. ეს ნივთები დღეს აღარ გამოიყენება პრაქტიკაში და ნამდვილად არის მუზეუმის ექსპონატები. უამრავი ნივთი გახლავთ აქ, რაც მამას თავისი ხელით აქვს შექმნილი. ნამდვილად ძალიან საინტერესო სამყაროა. ეს არის პატარა კრუიზი ხმელეთზე, რაც ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ძალიან საინტერესოა და დაუვიწყარი. სახლ-მუზეუმი არ არის მხოლოდ სანახაობა. ეს გახლავთ სიმბოლო, რომ არაფერი არ არის შეუძლებელი, რომ ბავშვური ოცნებებით შეიძლება გახდეს რეალობა. ეს უდიდესი რუდუნებით მოგროვილი ნივთები ყვება არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალ თაობას შთაუნერგავს, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის. მთავარია სწორად იყოს მიზანი დასახული და იბრძოდეს ადამიანი ამ მიზნის მისაღწევად. და ეს პატარა ხიდი უწყლო ხეობაზე გადებული, სწორედ ამის მაგალითია, როგორ შეიძლება წარმოსახვა გახდეს რეალობა. მამამ შეასრულა პაპის ანდერძი და ჩემი ვაჟიშვილი და დიშვილი ასრულებენ ასევე პაპის ანდერძს. სხვაოსნობის ტრადიცია გრძელდება ოჯახში, მუზეუმი ფუნქციონირებას იწყებს. მოგეხსენებათ, საზღვაო მუზეუმი ან სახლ-მუზეუმი არ არსებობს საქართველოში. მამას უდიდესი სურვილი იყო, რომ ეს სახლ-მუზეუმი გაეცნო მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს. რა თქმა უნდა, შეეძლო, რომ ზღვისპირეთში გაეხსნა სახლ-მუზეუმი, მაგრამ მშობლიური სოფელი აირჩია, რადგან კიდევ უფრო ცნობილი გახადა ეს საოცარი ისტორიის და მნიშვნელობის მქონე სოფელი და ძალიან დიდი мотивация ჩაუნერგა ახალგაზრდობას.
იყო ძალიან რთული ჩემთვის და მთელი ოჯახისთვის. ჯერ ჩვენ ისევ გლოვის რეჟიმში ვართ. მიუხედავად რომ ხშირად გამიგია რომ დრო ყველაფრის მკურნალია და რაღაც თავისებურად ცოტა ეს ტკივილი უნდა განეიტრალებულიყო, ამ ერთ წელში ეს მოსაზრება არ აღმოჩნდა მართალი, იმიტომ არანაირად არ შეამსუბუქა ჩემთვის ეს ტკივილი. მაგრამ მე ვგრძნობ რომ მამა ყოველთვის არის ისევ ჩვენთან, ყველა კადრში, ყველა წერტილში ვხედავ, რადგან ყველაფერზე მისი ხელია დადებული, ყველაფერი მისი შექმნილია აბსოლუტურად. და ის თითქოს ისევ ცოცხალია, ისევ გვესაუბრება ჩვენ. ხშირად მესიზმრება, რომ მე არ სადარ წავსულ ვარ, ისევ თქვენთან ვარო. მეც ვცდილობ კონცენტრაცია გავუწიო ყველაფერს, გავიხსენო მისი ნათქვამი, რა უნდოდა, რა სურვილები ქონდა, ერთად ხშირად ვგეგმავდით რაღაცებს და ჩემი მხრიდან რაც მე ხელმეწიფება შევასრულო და განვახორციელო ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით მე მინდა რომ რადგან ვხატავ ის კადრები, რომელიც მოდის ჩემს ფიქრებში, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მამა სხვადასხვა სიტუაციებში, თუნდაც ასაკში მე უკვე მოხუცი კაპიტანი როგორი იქნებოდა, ეს კადრები ყველაფერი მე გავაცოცხლო და გადავიტანო ტილოზე. და მამას მოგზაურობა როგორც კაპიტნის შორეულ ზღვებსა და ოკეანეებში გაგრძელდება ჩემს ფერწერულ ტილოებზე. ერთი წელი გავიდა, რაც გელამ დაგტოვა. ამ ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს და ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ მისი გახსენება და მოგონებები. გელაზე უამრავი რამ ითქვა როგორც ძალიან დიდ პროფესიონალზე. ის ძალიან ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე და უძლიერესი პიროვნება იყო, მაგრამ რაც მე თვითონ მხიბლავდა გელაში, იყო ის რომ მას არ შეუწყვეტია პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რაღაც ახალგაზრდული ენერგიით ეწაფებოდა, დაადიოდა უცხოეთში, მივლინებები ჰქონდა, ყველაფერს სიახლეს ეცნობოდა ძალიან დიდი ინტერესით. კიდევ რას გავიხსენებდი გელას შესახებ, რომ ძალიან ბავშვური იყო, მიუხედავად იმისა, რომ აი ზღვის ლომად წოდებული მკაცრიც ასეთი რაღაცნაირი უძლეველობის მითი შეიქმნა მის ირგვლივ, რაღაც ბავშვური შეინარჩუნა, იცით? და მგონია, რომ ეს ახასიათებს ძალიან გულწრფელ და სულიერად სუფთა ადამიანებს. ძალიან გულწრფელი იყო, რაღაც სხვანაირი, მართლა ბავშვური. მე მახსოვს 90-იან წლებში მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურაში დროებით, დიდხანს არ გაგრძელდა ეს. და ძალიან მალე ვიგრძენი რომ რაღაც ადგილს ვერ პოულობდა. აი ვერ იპოვა საკუთარი თავი, იცით და ისევ ზღვას დაუბრუნდა. საჯარო სტრუქტურაში მუშაობა არ შეუძლია ყველას და მე ვფიქრობ რომ მე რა თქმა უნდა შეურაცხყოფას არავის ვაყენებ და უამრავი საჯარო მოხელეც ძალიან წესიერია და სპეტაკი, მაგრამ მას არ შეეძლო მორგება, იცით, იმიტომ რომ საჯარო სამსახურში რაღაცნაირად რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭო ზოგჯერ, რაღაცა შეუმჩნევლად დატოვო, ისე გაატარო უკაცრავად, მას ეს არ შეეძლო და დაუბრუნდა ისევ ზღვას, რაღაც მოწოდება ჰქონდა ისეთი, რომ ზღვის გარეშე არ შეეძლო ცხოვრება. ბოლო წლებში მთლიანად თავისი თავისუფალი დრო მიუძღვნა პატარძეულში საკუთარ სახლში მუზეუმის მოწყობას. უნიკალური ნივთები არის იქ გამოფენილი, არაჩვეულებრივი ექსპონატები და გული მწყდება იმაზე, რომ ვერ მოასწრო ამ მუზეუმის რეგისტრაცია
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მნახველი არის ამ მუზეუმში და უამრავ ადამიანს აინტერესებს და ყველა მოხიბლული ბრუნდება იქიდან, იმიტომ რომ რაღაცა ღრმა სამყარო გეშლება თვალწინთანაც კახეთში, რომელიც ზღვისგან საკმაოდ შორს არის. და მინდა რომ რაღაც ხორცი შეესხას ამ პროექტს და ეს მოქმედი მუზეუმი გახდეს. მე მინდა გელას მეგობრების შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვა. აი ამ ერთი წლის განმავლობაში მე იმდენი სიტყვა ვიგრძენი მისი მეგობრებისგან გელას ოჯახმა. ისეთი დაფასება, ეს არაჩვეულებრივი წრე არის, ეს მეზღვაურების წრე და აი ახლა მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და ყველას მადლობა გადაუხადო, რომ ასეთი დიდი პატივი მიაგეს გელას. ყველაზე მკვეთრად დამრჩა მეხსიერებაში და მიყვარს ეს მოგონება, ასე ვთქვათ, როდესაც გელა პირველად წავიდა უცხოეთში. მე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი ამ დროს და მოხდა ისე, რომ გელა წავიდა 6 თვიან პრაქტიკაზე და გარკვეული პერიოდი გაატარა საფრანგეთში, მარსელში. და მე ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ფრანგული ენითა და ლიტერატურით. და რომ გავიგე, რომ მარსელში იყო, შევისწავლე ყველაფერი, ნუ მარსელი ისედაც ცნობილი იყო ყველასთვის მაშინაც, მაგრამ უფრო საფუძვლიანად შევისწავლე ეს ტერიტორიები, საზღვაო ტერიტორიები საფრანგეთის კიდევ სად წავიდოდა, სად მოხდებოდა და რომ ჩამოვიდა, შეკითხვები დავაყარე, უამრავი. და პირველი რაც მითხრა, ძალიან გვანანო ქართველები და ფრანგები ერთმანეთსო. აი მარსელში იმდენი ადამიანი ვნახეო, რომ ზოგჯერ მეგონა, რომ ქართველი მიდიოდაო. და კიდევ ვნახეო კაფეში ტერასაზე იჯდა ერთი ფრანგი ულვაშებითო, ალბათ ეს 70-75 წლის ჭარმაგი. და ღვინოში ჩაყრილ პურს მიირთმევდაო, წითელ ღვინოშიო. და ამას აკეთებდა ჩვენი პაპა. და რომ დავინახეო, ვიფიქრე, ვაიმე ეს პაპა ხომ არ არისო, როგორც კი შევხედეო და ასე სახეზე დავაკვირდია, ნუ რაღაც ის მე იქიდან ჩამომიტანა წიგნები, საჩუქრები, რაც დაკავშირებული იყო საფრანგეთთან, მარსელთან. და მე უკვე სულ მივყვებოდი მის მარშრუტს. სადაც კი მოგზაურობდა მსოფლიოში და გეოგრაფიაც კარგად შევისწავლე, იცით? ყველა პორტში აბსოლუტურად თითქოს თან დავყვებოდი. საერთოდ იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და არაჩვეულებრივი დედმამიშვილი, ძალიან ყურადღებიანი მშობლების მიმართ, ჩვენს მიმართ, საოცარი, ძალიან თბილი, კეთილი და იცით როგორი, არასოდეს რაღაც ზღვარი ქონდა, აი იმაშიც რომ თავმოყარეობას არასოდეს შეგილახავდა არაფრით, რომც არ მოწონებოდა, აი ეს პატივისცემა პიროვნებისადმი, საოცარი, აი ეს დისტანცია, რომ მის იქით არ უნდა გადმოებიჯებინა, გაგიღიმებდათ რაღაც სითბო, ნამდვილად არ ეკლდა პირიქით, მაგრამ არასოდეს ზედმეტი არ მახსოვს და აი ბოლო პერიოდში კი, როდესაც ის ავადმყოფობის გამო დაბრუნდა, ხშირად სოფელში იყო და სამსახურიდან რომ ბრუნდებოდი ხოლმე საღამოს, ვურეკავდით ერთმანეთს. მას უფრო მეტი დრო ჰქონდა, აღარ მოგზაურობდა და საათები ვსაუბრობდით ტელეფონზე, იცით? აი ყველაფერზე, ჩვენს ბავშვობაზე, მშობლებზე, ეპოქას ვადარებდით ერთმანეთს. იხსენებდა იმ პერიოდს, მას უფრო მეტი რამ ახსოვდა ბავშვობიდან, ვიდრე მე. იხსენებდა ჩვენს ბებიას, პაპას, უდიდესი სითბოთი. და საუბრობდით ყველაფერზე, ქვეყნის სიტუაციაზე. და ზოგჯერ მე მეორე დილოს ხომ უნდა ამდგარიყავი და ისევ სამსახურში წავსულიყავი, მქონდა უამრავი რამ მოსაგვარებელი და ვფიქრობდი, იცით რომ თუ დიდხანს გაგრძელდებოდა საუბარი და რაღაც საქმეზე მაგვიანდებოდა. არ ვიცი, რაღაც წინათვისრობა მქონდა, ვერ გეტყვით, მაგრამ რა უნდა გავაკეთო მე იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩემს საყვარელ ძმას ვესაუბრები, ასეთ საამაყო ადამიანს და ყველაფერს გადავდებდი.
და დღეს აი ეს ჩემთვის რჩება როგორც ძალიან ტკბილი მოგონება. ბატონი გიორგი იყო კაცი, რომელმაც ხმელეთზე ხიდები ააგო, ხოლო ზღვაზე ეპოქა. დღესაც, როდესაც ტალღები ნაპირს აწყდებიან, ისინი თითქოს იმ კაპიტნის სახელს იმეორებენ, რომელსაც ზღვა არა მხოლოდ იცნობდა, არამედ გამორჩეულად უყვარდა.